შემდგომ აღმოჩნდება სულ სხვა გარემოება ამ ობიექტური შეფასება უნდა მოხდეს, ხომ ამის ეს სწორედ ამაშია საქმე, რომ არ ხდება შეფასება, რითი არის განპირობებული არსებითად სხვა ჩვენების მიცემა, ან არსებითად ჩვენების შეცვლა, რითი არის განპირობებული, თუ ეს რეალურად სხვა გარემოებით არის განპირობებული და იმ რეალობით რაც მოხდა, მაშინ არანაირ პასუხისგებაზე არ შეიძლება იყოს ხომ საუბარი. აქ არის უბრალოდ ის შემთხვევა, როდესაც ძალიან ხისტად მიუყენეს კანონის მუხლი, ისე როდესაც არც იმსჯელეს, არც განიხილეს ობიექტური გარემოებები, რითი იყო ამ ჩვენების შეცვლა განპირობებული. მე ვერ ხსები უბრალოდ რაში ჭირდებათ კანონმდებლებს ამ მუხლის დამატება, რას არგებოს კანონმდებლებს, არც არა ხომ არ არის ეს ზედმეტი სიფრთხილე რომ ხო, ჩემი აზრი. თქვენც საინტერესო იქნება თქვენი აზრი, სულ მაინტერესებს ხო. მე ერთი ამ კანონის მიღებს კანონმდებელს ეს არ ჭირდებოდა. ეს ჭირდებოდა პროკურატურას. და იმიტომ რომ გახსნას მეტი საქმე, იმიტომ რომ მიადგეს მეტ ადამიანს ის არ ვიცი ამაში დათრგუნვის მომენტია, არ ვიცი ამაში არის ის მომენტი რომ დავშათ თავარი პროკურორი თუ გენერალური პროკურორი თუ ხელმძღვანელობა წნეხის ქვეშ აქცევს რიგით პროკურორებს რომ გახსენით საქმე გამოიძიეთ რაღაც და ესენი ეს ჩვეულებრივი ადამიანები ვინც იძიებენ უშუალოდ არიან ძალიან უბიცები, ძალიან არაპატიოსანი ადამიანები, უზნეოები პირდაპირ ვიტყვი რა და ძალიან დაბალი სტანდარტია გამოძიების. აი ეს ყველაფერი აი ესე იგი რაღაც მარათონს მაგონებს. ანუ შეიძლება გადავიდნენ. ეს შენს კითხვაზე, იმიტომ რომ გახსნილი საქმეები ამდენია და ბევრია. კი, და პარლამენტს რა შეჭირდებოდა? პარლამენტი რაღაცნაირი უსუსური გახდა. ჟვანიას მერე პარლამენტი ყველამ ვიცით, რომ აი აბსოლუტურად უსუსური იყო რაღაცა. მეც არ ვიცი რა, NGO თუ რა დავარქვა რა, ну არაფერი არ შეიძლება. ნუ შეადარა ძალიან ხო. მე თვითონაც NGO ძალიან მგედელი ვარ, არ მინდა. მაგრამ რაღაც აი უსუსურებისა და რაღაცის განსახიერება გახდა რა. არიან თავისი ფუნქცია დაკარგა ყველანაირად, კონტროლიც დაკარგა და კანონშემოქმედებითიც რაღაცნაირად აი სტატისტიკოსებად გადაიქცენ ხელისაწვდომაში და სწორედ იმიტომ რომ არ გაიაზრეს, სწორედ იმიტომ რომ პარლამენტმა თავისი ფილტრის როლი ამ მოთხოვნისთვის არ შეასრულა პროკურატურის მოთხოვნისთვის. იქ დაირეკა, იქ რაღაცაო ეს საჭიროა, ეს სჭირდებათ და მე იქ როგორც ხდება ხოლმე, ხო იცით პარლამენტში რაღაც მაშინ კიტკიტაძე რომ მე თვითონ ვიყურებია ჩემი ორი თვალით რაღაც კანონი რომელიც უნდა გავიდეს რაღაც ფეხზე ადგომის მომენტი აქვს და კიტკიტაძე ესე ყველას ხარზე ადეს რომ ეს ჩვენი კანონი ეს უნდა თანხმობა იქნეს. აი ესე გავიდე ჩვეულებრივ როგორც წესი რა. და თქვენც ესე ფიქრობთ რომ კანონი პროკურატურის კომიტეტი რეკლამირებისთვის არის საჭირო? შეიძლება ასე ვთქვათ აი ამ სამართლებრივად მე ისევ იმას უბრუნდები რომ როდესაც განაჩენი დგება და სასამართლო იკვლევს საქმეს, მოგეხსენებათ სასამართლოს ვალდებულებაა სისხლის საქმეში რომ დაადგინოს ობიექტური ჭეშმარიტება, ხომ? და დაადგინოს მოხდა თუ არა დანაშაული და ეს ხდება მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების შედეგად. და გარდა ამისა კანონი გვეუბნება რომ ის მტკიცებულებაა ძალის მქონე რომელსაც გამოიკვლევენ სასამართლოში. ანუ თუ კი ბერკეტს დაკარგავდა პროკურატურა რომ აი რა ჩვენებებიც არ უნდა მიეცათ წინასწარ ძიებაში ადამიანებს, თუ კი ისინი პროცესზე მისცემდნენ იმ რეალურ ჩვენებას რაც მართლა მოხდა და ისინი ბერკეტს დაკარგავდნენ ამ კონტროლის, აღმოჩნდებოდა რომ ისინი ბრალს ბოლომდე ვერ გაიტანდნენ, ვერ მიიღებდნენ გამამტყუნებელ განაჩენს, რაც გამოიწვევდა კონკრეტული პროკურორის, ასე ვთქვათ, პასუხისგების საკითხს. რეალურად სიტუაცია იქნებოდა ისეთი, როგორც ნორმალურ ქვეყანაში უნდა იყოს, როდესაც თუ არ უდასტურდება ადამიანს ბრალი და არ არის საკმარისი მტკიცებულებები და არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, დგება გამამართლებელი განაჩენი, ხო? მით უმეტეს აღარ არის წინასწარ ძიებაში საქმის დაბრუნების პროცედურა, ანუ სასამართლოს აღარ აქვს ამის უფლება თუ თვითონ პროკურატურა არ შუამდგომობს ბრალის დამძიმების კუთხით. ანუ კონკრეტულ საქმეზე თუ კი არ იქნებოდა მტკიცებულებები სასამართლოზე მიცემული ჩვენებების სახით, სასამართლო უბრალოდ რა თქმა უნდა დაეყრდნებოდა იმ ჩვენებას, რაც სასამართლოზე გაცხადდებოდა და აღარ ექნებოდა პროკურატურას ესეთი როგორც იტყვიან ბერკეტი, რითი გავაჩეროთ ეს მოწმე, რომ სასამართლოზე არ თქვას ის, რაც მას სურს რომ თქვას, რაც დასვას გარკვეულ შემთხვევაში გამოადგებოდა. თავიდან მაინც ესეთი კუთხით რომ შევხედოთ, არის თუ არა საშიშროება იმისა, როგორც ამაზე გიგაბოკერია საუბრობდა ახლა მაგალითად ამ ფილმში, რომ ჩვენების ვაჭრობის საკითხი და ეს მუხლი როგორც თვითონ გიგაბოკერია მახსნა, როგორც მე აღვიქვი, ხო?
შეიქმნა იმისთვის, რომ ეს მოიხსნას დღის წესრიგიდან, ეს არ შეუწყობს ხელს. იცით რა, მოდი ძალიან ისეთი კომენტარი გააკეთა, რომ აი იყო მკვდარი მუხლი იყო სრულჩვენების მიცემაო და არავინ არ დასჯილაო, მე როგორც მოვისმენი ამა და არ მოქმედებდაო. ეხლა რატო არ მოქმედებდა ეს მუხლი და რატომ არ დასჯილა? ესეც მაგათი პრობლემაა რა, რომ გამოეძიებინათ საქმე და ეწარმოებინათ სისხლის სამართლის პროცესი ისე, რომ გამოვლენილიყო არის სრულჩვენება და დასაჯი, იმიტომ რომ სრულჩვენება თავისთავად სრულჩვენების მიცემა ეს დასჯადია და უნდა იყოს დასჯადი და ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასე ეს მოწმე აძლევს სრულჩვენებას და ვიღაცა შენი ჩვენებით პასუხისგებაში აძლევენ და ჯავრს დებენ ან პირიქით დამნაშავე პირი გარეთ აღმოჩნდება, იმიტომ რომ შენ სრულჩვენება მიეცი, თავისთავად ეს დასჯადი რა ფორმა არსებობდა ამ დასჯის ჩვენი კანონმდებლობის რაფორმა? ბუნებრივია, როდესაც საბოლოო განაჩენი დგება საქმეზე და ამ განაჩენს აყრდნობს სასამართლო კონკრეტულ ჩვენებებს, ხო, რომელიც დადასტურებულია სხვა მტკიცებულებებით ასევე და იქ აღმოჩნდება, რომ ვიღაცას თუნდაც სრულჩვენება აქვს, განზრახ სრულჩვენება მიცემული და რა თქმა უნდა, რაღაც მოტივით. ეხლა თუ აქ არ არის საუბარი იძულებაზე და ეს იძულებაც დასჯადია ბუნებრივია, ხო? ან თუ შემთხვევით ხო შეიძლება რომ ასე აღიქვამს. არა, მოდი მე მოწმე ძალიან სუბიექტურია, ხო, მოწმის ჩვენ მოწმე აღიქვამს რეალობას, ჩვენ სხვადასხვანაირად აღიქვამთ ყველა და შეიძლება ერთ ფაქტს და ერთ მოვლენას სხვადასხვანაირი შეფასება მიცე და სხვადასხვანაირად აღიქვამთ. ძალიან სუბიექტურია მოწმის ჩვენება ყოველთვის. შეიძლება უნებლიეთ სულ სხვა რაღაც მოეჩვენოს და უნებლიეთ რაღაცა სხვა თქვას. ამ დროს მე დაფიქრდეს იქ რაღაც გარემოებები შეიცვალოს და რაღაცა მეტად გაანალიზოს რა მოხდა, ხო? ამიტომ შეიძლება ადამიანია, ხო, მოწმეს და შეიძლება მოუწიოს რაღაცის დაზუსტება, რაღაცის, მაგრამ თუ აქ საუბარია განზრახ სრულჩვენების მიცემაზე, რამაც აი და მისი მიზანი უნდა იყოს ან ბრალის, ასე თქვა, ბრალდება ადამიანის, ხო, რაღაც დანაშაულს. ან პირიქით კონკრეტული დანაშაულში ბრალდებისგან თავის აცილება და ასე თქვა. ამიტომ ეს მუხლი რატომ არა ამუშავეს, ესეც სამართალდამცავების პრობლემაა და იგივე სახელმწიფოს პრობლემაა. ამიტომ ეს არ არის გამართლება იმისა, რომ აი იცით რა დაგჭირდა მეორე მუხლი, რასაც მივყავართ აბსურდამდე, როდესაც თუნდაც იმ ობიექტური გარემოებით შეიძლება ადამიანმა რაღაც დააზუსტოს და ამ დროს ეს მიჩნეულ იქნას არსებით შეცვლას. ჩვენების არსებით შეცვლას და ეს მუდმივად ბერკეტი იქნება პროკურატურის ხელში, რომ ათამაშოს, მოდით ასე ვთქვათ, მოწმეები და მეორეც იცით რა მთავარი ფუნქცია დაიკარგა. სასამართლოს ფუნქცია დაიკარგა. ანუ სასამართლოს ფუნქცია, რასაც ქვია ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა და გამოკვლევა ამ მტკიცებულებების თვითონ სასამართლოში. იმიტომ რომ ფაქტიურად ხდება იმ მტკიცებულებების გამომზიურება, რაც ძიებაში აქვს მიცემული და იმ ჩვენების გამოქვეყნება. იქამდეც კი მივდივართ, რომ ძალიან ბოლოს, ძალიან ბევრ პროცესზე უბრალოდ არ მოყავს ბრალდებას ის მოწმე, ვინც არ უნდა რომ დაიკითხოს პროცესზე და აი მის ჩვენებას აქვეყნებენ. კითხულობენ აი ჩვენებას, რომელიც მიცემულია წინასწარ ძიებაში. და ამ შემთხვევაში დასვის მხარეს არ აქვს საშუალება რომ დაუსვას კითხვა მის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემ პირს, რაც პირდაპირ არ ღოსს შიდა კანონმდებლობას არა მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროკონვენცია. შეიძლება დავამატო ის კიდევ ერთი მომენტი, რატომ არ იყენებენ ამ 360 მუხლს, ანუ სრულჩვენებისთვის მუხლს, სრულჩვენებისთვის რომელიც ჯის. იმიტომ რომ 360 მუხლით ადამიანი, ანუ მოწმე, გასამართლდება იმ მხოლოდ მაშინით, კი, მხოლოდ მაშინ იწყება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე, როცა ამ საქმეზე მთლიანად განაჩენი დადგება, დასრულდება და აღმოჩნდება, რომ აი ეს განაჩენი სხვა რამეს ამბობს და ჩემი ჩვენება, რომელიც მე დავესწარი რაღაცა, უკვე მტკიცდება, რომ მე შეცდომაში შევიყვანე მართლმსაჯულება. და იძიებენ შემიყვანე, უბრალოდ მქონდა ამისი მცდელობა, იმიტომ განზრახ მივედი. მაგრამ სულ სხვა ვითარება 371 პრიმა მუხლში და მე ვფიქრობ, რომ ამ მუხლის შემოტანის მიზეზიც სწორედ ეს არის. ამ მუხლით არ ხდება დალოდება. ეს მუხლი როგორია, იცი? როგორც კი ჩვენებას პროცესი. როგორც კი დარბაზიდან იყვანენ, სასამართლო დარბაზიდან იყვანენ. იქვე შუა პროცესში აკავებენ მოწმეს, რომელიც მისცემს არასწორ ჩვენებას.